მოგესალმებით, თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგ ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. როგორც იცით, ჩვენი ანტალიური ვოიაჟი გრძელდება, სადაც ვტუმრობთ ქართული გუნდების წინასასეზონო შეკრებას. დღეს კი ჩვენი ეპიზოდი სტუმარი იქნება გუნდი, რომელიც 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ეროვნულ ლიგაში. საუბარია საფეხბურთო კლუბ რუსთავზე, რომელიც გახდა ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი და ძალიან ბევრი კითხვა აქვს. რუსთავ გულშემატკივარს გუნდი დაბრუნდა, თუმცა რა იქნება შემდეგ? რა არის ამ გუნდის მიზანი? სწორედ ამ ვიდეოთი ვეცდებით ამ და საინტერესო კითხვებს გავცეთ პასუხი თქვენთვის გულშემატკივრებო და მოგიყვეთ ის გზა, რომელიც ამ გუნდმა ეროვნულ ლიგაში დაბრუნებამდე გაიარა, მაგრამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და ჩაუჯექი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული რუსთავის GeoTeam-ის YouTube არხზე. წავედით. მოგესალმებით ბატონო მამუკა, გილოცავთ კიდევ ერთხელ. დიდხანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას კლუბის. როცა მოხვედით ამ კლუბში, რამდენად ელოდით, რომ ყველაფერი ისე სწრაფად განვითარდებოდა, 20 წელს დაბრუნდა გუნდი ეროვნულ ლიგაში თქვენი მოსვლის შემდეგ. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან სტუმრობისთვის. ასევე ძალიან დიდი მადლობა თქვენ რასაქმესაც აკეთებთ ჩვენ. უკვე წლებია უყურებთ ქართული ფეხბურთის სპორტის პოპულარიზაციისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ყველას ვთხოვ, რომ აიღონ მაგალითი, მოგბაძონ ძალიან დიდ შრომას ჩვენ შევხვედრივად ადე და გვისაუბრია და მადლობას მოგიხდით. რაც შეეხება ახლა ჩემს რუსთავის საფეხბურთო გუნდთან კავშირს, მე გახლავართ რუსთაველი, დავიბადე, გავიზარდე, ჩემი ოჯახი. გარკვეული სენტიმენტები გამოჩნია ამ ქალაქთან, მით უმეტეს მაგ სტადიონთან და მაგ გუნდთან. მთელი ბავშვობა მანდ მაგატარებული, ცხონებული გევინოდია იყო მაშინ. მამა ჩემი, მეგობრები სულ მანდ ვიკრიბებოდ ხოლმე და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი იყო, ლოკაცია იყო და საყვარელი გუნდი იყო მთლიანად ჩემს მეხსიერებაში. უამრავი გამოწვევა იყო ამ მიზნის შესრულებამდე. ძალიან ბევრი პრობლემა დამხვდა პირადად მე რომ მოვედი კლუბში და ეტაპობრივად ვეცადეთ რომ ეს გრძელვადიანი გეგმა რაც ქონდა ჩვენ და მიზანი დასახული შეგვესრულებინა. პროცესში ზოგჯერ ყველაფერი ისე გეგმის მიხედვით არ წარიმართა, სამწუხაროდ ქონდა რა თქმა უნდა შეფერხებები. აქვე მინდა დავიწყო აუცილებლად მადლობით ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ გზაზე ჩვენი კლუბის გვერდით იდგა და დღესაც გვიდგას გვერდში. აი ყველაზე რთული პრობლემა რა ახსენდებათ? იცი როგორ არის, ძალიან ბევრი დაგროვილი პრობლემა დაგვდა. პირველ რიგში ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც ფაქტიურად 2025-ში ნაწილობრივ მოგვარდა და ეხლა კიდე პროცესში ვართ. საერთოდ სისტემის არარსებობა, სტრუქტურული გაუმართავობა, უამრავი პრობლემა, რა შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ მართლა იმდენი პრობლემა იყო, მაგრამ შევძელით უმეტესი პრობლემების გამართვა და ეხლაც პროცესში ვართ. იდეალურად ნამდვილად არ არის ეხლაც. ეს პროცესი ახალსაც გადიხართ სეზონის წინ რა იმედებს გაძლევთ? მოგესალმებით, საბა. რა უნდა ვთქვათ ახლა? პროცესია სამუშაო, რომელიც მიმდინარეობს კარგად, მადლობა ღმერთს, გარემო არის ძალიან კარგი, დავიწყეთ ადრე 10 იანვარს. არიან ფეხბურთელები ჩვენ გუნდში, რომლებიც არიან გამოუცდელები უმაღლესი ლიგისთვის, მაგრამ თავდადებული შრომა მიდის. ამხანაგური თამაშები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავინახოთ სუსტი ძლიერი წერტილები და ნუ შეიძლება ითქვას, რომ აქამდე რაც იყო, ყველაფრით კმაყოფილები ვართ. რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის აქტიურობით სატრანსფერო ფანჯარაზე? და ალბათ ყველა ფეხბურთელს ერთად გაივლიდით ხელმძღვანელობასთან, აი ვინც სიაში ადგენთ იმ ფეხბურთელების, ვინც გსურდათ რამდენი პროცენტი მოხდა გუნდში. კმაყოფილი ვარ იმ მხრივ, რომ რაც ხდება საერთოდ, აბსოლუტურად ყველაფერი შეთანხმებული ერთად მუშაობთ ფაქტიურად, ესე შეიძლება ითქვას სელექციაზე. და რაც არის სიტუაცია შემოთავაზებები, რაც იყო ამოსარჩევი, რაც იყო, იქიდან საუკეთესო ფეხბურთელები აღმოვარჩიეთ და დღესდღეობით ესეა, თუმცა კიდე რო შეიცვალოს რამე, ბევრი არა, რა თქმა უნდა, ეხლა 5-10 ფეხბურთელს არ გულისხმობ, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს 1-2 ფეხბურთელიც, ოღონდ უკვე
სხვა მიმართულება იქნება, იქ ალბათ უფრო ესე ვთქვათ, ამ სიტყვას ვიხმარო, უფრო მომზადებული მზა ფეხბურთელი თუ მოვა. ნუ არც არ ვიტყვით ნამდვილად. ვინც არიან ფეხბურთელები, ახალწეულები, უცხოელებს გულისხმობ. ქართველებსაც, მაგრამ უცხოელებს ძირითადად ყველათი კმაყოფილები ვართ, ვინც ასე თუ ისე გამოცდილია ცენტრალურ მცველზე, მინდა ვთქვა სილვაზე და პამიზე, სარდენ ახლომცველზე, რომლებსაც კარგი გამოცდილება აქვს საერთაშორისო, ეხლა იქ არ თამაშობდნენ ტოპ ქვეყნებში, მაგრამ საკმაოდ კარგი დონეზე აქვს ნათამაშები და ეგეთი ფეხბურთელების ინტეგრაცია ჩვენ კლუბში პირველ ლიგაში მოხდა. იმიტომ ვენდობი მე ჩემ ხელმძღვანელობა თვალდახუჭული და რა თქმა უნდა ისევ გამომეორდები ერთად მუშაობთ, რომ აი მოვიდნენ ფეხბურთელები, მაგალითად შეიძლება ითქვას ჟანიზე, სამხრეთ ამერიკელ ბრაზილიელ ფეხბურთელზე, რომელიც არ თამაშობდა ტოპ ქვეყნებში, თამაშობდა ფინეთში და ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი პირველ ლიგაში. და ეს შემთხვევით არ არის, რა თქმა უნდა, განვითარება არიან ფეხბურთელები, რომლებიც ყველაფერში მოყვებიან. თვითონ მენტალურად იმდენად სწორად არიან მოწყობილები, აფრიკელი ფეხბურთელებსაც აღნიშნავ, ხა ყველა რო არ ჩამოთვალო ესე ზოგადად ვსაუბრობ, რომლებიც ცდილობენ, რომ აი მაქსიმალურად მიიღონ ის, რასაც ჩვენ თავაზობთ. ხა ფეხბურთში გასაგებია, რომ ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ ტოპ დონეზე საკუთარ ფეხბურთში, მაგრამ მზადება თითქმის კი არ და ყველგან ერთნაირად არის. ვარჯიში არის ფეხბურთის ყველაზე მთავარი შემადგენელი ნაწილი. რაღაც მომენტში ვფიქრობ მე, რომ აი ძალიან ესე ცოტა ღრმად რო ჩაურმავდეთ, ალბათ თუ იქნება ადვილი გასაგები შენი მაყურებლისთვის, რომ შეიძლება თამაშზე მნიშვნელოვანიც იყოს, იმიტომ რომ თუ არ ივარჯიშე და სწორედ არ მიუდექი, ვერ ითამაშებ. თამაში ჩვენ გვინდა იმისთვის, რომ ჩვენი გულშემატკივარი შედეგით გავახაროთ. ამ შედეგთან ერთად კიდევ ვცდილობ ჩვენ, რომ თვითონ სანახაობრივი ფეხბურთიც ვითამაშოთ და ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ფეხბურთელები ამას ცდილობენ და პირველ ლიგაში გაამართლა. გაამართლეს ამ ახალწეულებმა. ეხლა ვინც მოდიან, მგონია რომ ამ პროცესი მადლებს მაგის თქმის საშუალებას, რომ მგონია რომ ეგენიც იმთან სათანადო დონეზე დადგებიან, რაც ჩვენ მჭირდება ამ ეროვნულ ჩემპიონატში ამ ეტაპზე. For us, like first league, it's been a long time to play on the first league, so I think it's gonna be a bit difficult. But I think if we can play well, like how we want to play, so we can make something like surprise in the league also. I'm sure I'm thinking about it that I was saying. So yeah, like we have good tactics and good new players, and we have some experienced players also. So maybe we can make some things. მაგ წელს ძალიან ახალგაზრდული გუნდი ვიყავით, თუმცა ძალიან კარგი ფეხბურთელები ყავდა. მაგრამ ვერ შევძელით შენარჩუნება და მაგის შემდეგი პერიოდი, როცა გავარდით, ძალიან რთული იყო. რთული გზა გაიარა კლუბმა. თუმცა ეს ბოლო წლებია ძალიან სტაბილური გარემოა. როგორც მოედანზე, ისევე მოედნის მიღმაც ყველაფერი კეთდება კლუბისთვის და ბოლო წლებში გამოჩნდა ის შედეგიც, რომელიც დაგვეხმარა უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად. კი, ამ კლუბის გაზრდილი ვარ და ჩემთვის ძალიან ემოციურია ამ კლუბში თამაში, ძალიან დიდი мотиваციაა, როცა მოედანზე გავდივარ ამ კლუბის მაისურით, თუმცა ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისგებლობაცაა. და ამიტომ ყოველ თამაშზე ვცდილობ ხოლმე, რომ ბოლომდე დავიხარჯო და მაყურებლისთვის, რუსთაველი გულშემატკივრისთვის, რომ იამაყომ ჩვენით, ბოლომდე ვითამაშოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. თავარი мотиваცია თქვენი ამ გუნდში მოსulis იყო ის თუ არა რომ სადაც ეს გუნდი იმყოფებოდა მესამე ლიგიდან გულისხმობ მესამე ლიგიდან რო კინაღამ გავარდა ეს იყო თუ არა თავარი мотиваცია რომ თქვენ იქ მოსულიყავით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა თითოეული რუსთაველებისთვის რუსთავის ეს გუნდი არ არის კი 100% არის კერძო საკუთრება, მაგრამ მე ხშირად ჩვენ დამждარ ვართ და გვისაუბრა. ეს გუნდი არის თლიანად ქალაქ რუსთავის. ჩვენ ვართ ერთადერთი გარანტორები, ეგრეთ წოდებული, რომ კლუბმა იფუნქციონიროს გამართულად, გაკეთდეს სწორი სელექციები, დაისახოს მიზნად ბავშვთა აკადემიის განვითარება პირველ რიგში რაც არის და იასპარეზოს არა მარტო საქართველოს ადგილობრივ ჩემპიონატში, გავიდეს ევროტურნირებზე, მიიღოს მონაწილეობა
და დასახოს მომავალი კარგი მიზნები. საჩემპიონო სეზონის სტარტი არ იყო ისეთი, როგორცაც ისურვებდით. შემდეგ იყო სეზონის მინერობაში მწვრთნელის შეცვლა და ძალიან დიდი უპირატესობის დაკაჩვა მოახერხეთ კონკურენტ სპაიერთან. აი სეზონი მორჩა პირადად თქვენ თავთან ფიქრობთ, აი როგორ მოახერხეთ? აი რას ფიქრობთ, როგორ მოახერხეთ? ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა იყო ნამდვილად, ეცაც გეტყვი. რამოდენიმე ისეთი შეცდომა იყო დაშვებული, თუნდაც ალბათ ყველა რგოლში სეზონის დასაწყისში. რავი გათვალეთ? ხო, ალბათ ეს ცოტა ისეთ საკითხია. არ გაამართლეს რამოდენიმე თუნდაც ფეხბურთელმა ნდობა, რაც იყო მათზე გაცემული, როგორც ხდება ხოლმე. მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენ სწორ დროს მოვახდინეთ ცვლილება და ზაფხულშიც სწორი წერტილოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, რამაც მოიტანა შედეგი. და კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, ჩვენ ბოლომდე გვჯეროდა ყველას, აბსოლუტურად ყველას ბოლომდე გვჯეროდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ GeoTeam-ის არხის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი, რომელიც გვეხმარება ვიმოგზაუროთ და გადავიღოთ საინტერესო ვიდეოები და კონტენტები თქვენთვის და მადლობა მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის. სეზონის შუაში მივხვდით გუნდში. ამას ყოველთვის ახავს ის რთული პროცესები, რომ თქვენი დაგეგმით წინა სასეზონო შეკრება არ წარიმართება. ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა მეტოქეს სპაიერს და შეიძლება ითქვას, ბევრს კომაქს რო გკითხოთ, შეიძლება არ ჯეროდათ, რომ პირველი ადგილით ამოვიდოდა გუნდი უმაღლეს ლიგაში. თქვენ რის ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი? მადლობა პირველ რიგში, ყოველთვის უნდა ვთქვათ ეგ და მოხდა ურთიერთნდობის და მხარდაჭერის ხარჯზე. საერთოდ მწვრთნელი არ არსებობს მთელი მსოფლიოში, თავისი შედეგი, თავისი მიმართულებები გამოაჩინოს ფეხბურთში, თუ მხარდაჭერა არ აქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის მის გარშემომყოფი ხალხი, ხელმძღვანელები, რომელიც უშუალოდ ჩახედული არის ფეხბურთში და იცის ფეხბურთი როგორც სფერო. პირველი რა თქმა უნდა არის კლუბის მფლობელი, რომელიც ამას განაგებს ყველაფერს, მაგრამ თვითონ შესახლი რო აშენდეს, აუცილებლად ჭირდება პირველ რიგში კარგი არქიტექტორი. მერე მშენებელი და მერე მუშები, ესე ვთქვათ, ხო? ესეთ თანმიმდევრული პროცესია ფეხბურთის. თუ ეს ყველაფერი შექმნილი არ არის, ხო, გამორიცხულია შედეგი არ არის და ყველაზე მთავარი ჩემთვის, აი რაც არის, ცხოვრებაში ეგრეა და ზოგადად არის ნდობის ფაქტორი. მე თუ ჩემი ძლიერი მხარე უნდა გამოვავლინო, სხვანაირად არ შემიძლია, რავი, შეიძლება სხვა ვიღაცა სხვანაირად არის მოწყობილი, მაგრამ ნდობას რო გძნობ, პასუხისმგებლობაც ათმაგი მაქვს. და ყოველთვის უფრო კარგად გამოდის საქმე და ეს ყველაფრის შერწყმა პლუს მიზანმიმართული მიდგომა, ცოდნა ფეხბურთის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. იმიტომ რომ ფეხბურთი არის სფერო, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ წვრილმას, როგორც ყველა სფერო, რომელიც არის მნიშვნელოვანი მსოფლიოში. ხო, ფეხბურთი ალბათ ერთ-ერთი, ხო, აღარ ბევრი არ ვისაუბრო, დრო რო არ წავართვათ და ამას უნდა ძალიან სიღრმისეული ცოდნა, რომ გააკეთოს შეცდომა, არავინ დაზღვეული არა. შეიძლება დღესაც რაღაცას ისეც ვაკეთებთ, რომ შეცდომას უშვებთ, მაგრამ ისეთი შეცდომა არ უნდა დაუშვათ, ისე გამოსწორებაც არ შეიძლება. კიდე გამომეორდები, რომ ნდობა თუ არ იქნება, ნდობა იყო ჯერ დაძახება კლუბში, მერე ზაფხულში ფეხბურთელების ჩალოცვლება, იმიტომ რომ ანალიზი გავაკეთეთ და რა თქმა უნდა მოსამზადებელი პერიოდი, იმიტომ რომ შეკრებას კიდე გამომეორდები ვიტყვი, რომ ვარჯის მარტივად რო ვთქვათ, რომ ეხა ბევრი ვარ ვისაუბროთ, ვარჯის აქვს ძალიან დიდი. ვარჯის სათანდო პირობები თუ არ არის, ვერ ივარჯიშებ, გამორიცხულია. მე ყოფილვარ ისეთ გუნდებში, სადაც მithქვია, რომ რაღაც რაოდენობა ბურთების მინდა და უთქვიათ, რომ რად გინდა მაგდენი. ეხა სხვაზე აღარ დავაკონკრეტებ, ბევრ რაღაცებს აღარ ვიტყვი. ამ ეს ერთობლიო ფეხბურთში, ერთობლიობის გარეშე წარმოუდგენელია, რომ რამე შედეგს მიაღწიოს. სტატისტიკურად წინა თქვენი გუნდების შემოგვიოს თუ ნახავთ, უფრო მეტად ჭარბობდნენ ადგილობრივი ფეხბურთელები. თუმცა ახლა როცა წინა სასეზონო შეკრების სია დაიდო, ჭარბად არიან ლეგიონერები, ეს თქვენც ისაუბრეთ, რომ ყველა ლეგიონერმა გაამართლაო და ქართული მწვრთნელების აი 90% როცა საუბრობს ლეგიონერებზე, შესაძლოა თქვენს გითხოვთ, თუ აქვს ჩამოყოს ლეგიონერი, უნდა იყოს ადგილობრივზე ორი თავით მაღლა. შეგვიძლია თუ რა ვთქვათ, რომ ეს ლეგიონერები სწორედ ესები არიან და გუნდმა გაარტყა.
აი ესე ვთქვა. აი ცოტა ისე უკრინდან ვიტყვი შორიდან. ამდენი ლეგიონერი საქართველოში გამოჩენა, ეხლა ცუდია თუ კარგია კიდე ცალკე თემაა და საკამათოც არის. გამოიწვია ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელის გადინება, ახალგაზრდის თუ დავუშვათ ცოტა ასაკოვანდის. ვინ ჩამოდის მაღაზი ორი აზრი არ არის, მარტო საქართველოში არ არის, ეხლა ინგლისელ მცველსაც რო გითხოთ, ისიც იმას გეტყვით, რომ ეხლა ორი თავი და სამი თავი თუ არა, ერთი თავით მაინც უნდა ჯობდეს. ყოველ შემთხვევაში რაღაცა კომპონენტში მაინც უნდა აღემატებოდეს. აი ისე ვიძახია სიტყვაზე, რომ დავუშვათ შეიძლება მაგარი სწრაფი იყოს. სიტყვაზე ვამბობ რა, ვიღაცაზე ბევრად სწრაფი იყოს და ნუ ხამას მაინც გამოყენება უნდა თავისებურად, მაგრამ ყველა ვარიანტში პირველ რიგში მაინც მე ვფიქრობ, რომ მივდივარ გონებასთან რა, რომ აი განწყობა ის შექმნა, ვარჯიშის განწყობიდან დაწყებული, მე თამაშის განწყობაც ხო საუბარი არ არის და ის ლეგიონერი პირველ რიგში უნდა მაგაში მოყვებოდეს. აი ეს ყველაზე რთული მომენტია, იმიტომ რომ სხვადასხვანაირი მენტალიტეტი აქვს უცხოელებს, ჩვენებური და უნდა რაღაც საერთო ენის მოძებნა, როგორც ფეხბურთელთან, ისე ფეხბურთელებს შორის. რაღაც მომენტში მაგას დიდი დრო ჭირდება ხოლმე. ქონია მეც ეგ გამოცდილება, რომ ეხლა არ ვიცი 1 წელი და 2 წელი, მაგრამ რამოდენიმე თვე დამჭირვებია. ხო, აქ ეხლა ამ შემთხვევაში პირველი ლიგისთვის ეს აკმარისი იყო და ეხლა ჩვენი უპირატესობა ფიქრობ ის არის, ეხლა ეს უპირატესობა არ ნიშნავს ჩვენ წელს ჩემპიონობის არ ვიბრძვით, მაგრამ უპირატესობა თუ არის ის, რომ ისევ ხელმძღვანელობას ვიტყვი და თვითონ ფეხბურთელებს, ჩემი კომფორტის ზონაზე ვსაუბრობ, რომ ესენი შევინარჩუნოთ ჩვენ, ვინც არიან. ეხლა ესენი რამდენად ეყოფა უმაღლესი ლიგის სხვადასხვა დონეზე ყოფნას იქ, ხო, ჩვენი მიზანი გვაქვს. ეს მიზანი 9 დეკემბრის თვეში გაცხადდება, ეს ვიზახი მაქსიმუმს მანამდეც გამოჩნდება კონტურები, მაგრამ ეს უპირატესობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეგაა, რომ ეს გუნდი ამ გუნდის მთავარი ბირთვი არის შენარჩუნებული. ვინ არის ყველაზე მაგარი ლეგიონერი, როდესაც გიმუშავეთ? ყველაზე მაგარი ლეგიონერი, პროფესიონალი. ეგეთ შეკითხვა არავის არ დაუსვია. პირველად მისვავ შენ ეგეთ შეკითხვა. არც არ მომისმე ერთგან მაგაზე. ორი წამი მინდა რომ დავფიქრდე. მე მგონი კი არა ამ გუნდში არიან ეგეთი ლეგიონერები ყველაზე მაგარი ვინცადაც მიმუშავია რა იუტას იმას რა ქვია ჟანის და პრინც გამოვარჩევდი დანარჩენები ახლა სად მუშაობდი სამტრედიაში ფუქა ჩემები იყვნენ ხო ამაში ახლა კი გახსოვს შენც მაშინ ძალიან პატარა იყავი ერთად შე რო იწყებდი მე ხო იქ ლეგიონერები ჩამოვიდნენ მაგრამ არ იყვნენ ქუთაისშიც არ იყვნენ ნამდვილად, თელავშიც არ იყვნენ. საბურთალოშიც გქონდა მცდელობა ჩამოიყვანით ჰოლანდია რაღაც დიდი კაი ბექგრაუნდები ქონდათ რაღაცეები, მაგრამ ეს ამ სამ ფეხბურთელს გამოვყავს. ხებს არ ეწყინოთ, მაგრამ ნუ მაინც ლიდერები აი იუტა, ჟანი და პრინცი. When I came here, so we are on the second division, but we are like worst place, and unfortunately we went to the third league, and in that moment. Yeah, it was very difficult. We spent so difficult moment, but we never give up, and I never give up also. And like step by step, we are growing up, and off the pitch and on the pitch also. And then finally last year, so we succeeded, and like we got a ticket to play on the first league today because. You know, I believe like Bacho, and I believe the club, and I thought we had good project, and I was thinking so we can go to the first league, so like it's kind of my first goal to play on the first league in the Europe, so that's why I decided to stay here. Khoni აზრით ქართულ საკოლოფო ფეხბურთში რუსთავს რა ადგილი ყავია? ქართულ საკოლოფო ფეხბურთში რუსთავს უკავია ძალიან საპატიო ადგილი. პირველ რიგში იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგარი ფეხბურთელი გაზარდა თვითონ რუსთავის საფეხბურთო სკოლამ წლების განმავლობაში. ძალიან უკრინდამაც რომ დავიწყოთ შოთა ხინჩაგაშვილი დაწყებული და ასე შემდეგ არ მინდა რომ ვინმე გამომრჩეს თვითონ რუსთაველი ფეხბურთელები ძალიან ბევრი იყო ვინც ეროვნულ ნაკრებში ითამაშა. და ძალიან ბევრი მაგარი ფეხბურთელი იყო, ვინც რუსთავი გაიარა. ლევან კობიაშვილი, ეხლა ჩვენ ვარსკვლავებზე და ჩვენ ამბასადორებზე ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი. ეს არის ჩვენი
ასე ვთქვათ, ქართული ფეხბურთის სავიზიტო ბარათი არის ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ იქ ჩამონათვალში საფეხბურთო კლუბი რუსთავი წერია და ეს ძალიან საამაყოა ჩვენთვის ცხადია და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდე ძალიან ბევრი მაგარი ფეხბურთელი გაიზრდება რუსთავში. ვიკიპედიაშიც რო ვნახოთ და წარსულში ქართული ფეხბურთის ესე ვთქვათ, ძალიან დიდი დაწყებული საბჭოთა კავშირის დროიდან დამთავრებული ეროვნული ჩემპიონატით ახალი სანაკრებო დონით ეროვნულ ნაკრებს გულისხმობ და დღევანდელი დღითაც ძალიან დიდი როლი უკავია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ახლა არავის საწყენად არ ვამბობ, მაგრამ რაღაცა მხარეები არსებობს, სადაც ფეხბურთელების საბადოა, ესე ვთქვათ. აღარ ჩამოვთვლი. ერთ-ერთი არის რუსთავი. თბილისთან ახლოს, მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი რუსთავია. დანარჩენი ძირითადად, რა თქმა უნდა, ყველა მხრიდან არის, მაგრამ დანარჩენი დასავლეთშია უფრო. თბილისთან ახლოს, ეხლა ეს ახალგაზრდები, ეს სამწუხაროდ ყველას გვარები და სახელები არ ვიცოდი, ეხლა რომ ვკითხულობ, ხო? ბამბე ფეხბურთელზე მეუბნები, რომ ეს აქ იყო, ეს რუსთაველია, ეს ჩემთან დადიოდა წავიდა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ და კიდე ახლა ძველ სახელებს დაგვარებს, რომლებიც ძალიან ცნობილები არიან, ახლა არ ჩამოვთვლი. ზოგთან პირადი ურთიერთობა მაქვს და სენტიმენტები მაქვს და პირველი ის მახსენდება, არ ვიძახ სპეციალურად, მაგრამ ზოგს საერთოდ არ ვიცნობ. ძალიან ბევრი ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი წარმოიშვა ამ ხრიდან და ახლა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდე გაგრძელდება. ერთი ნაკრებში წვავს კიდე იშვი. ნუ, რა თქმა უნდა. და მიმართულება რა არის ახლა პირდაპირ თქვენ შეკითხვას არ ეხება, მაგრამ რატო არ არიან ეგ ფეხბურთელები ახლა რო ჩამოვთვალოთ, შეიძლება ჩემპიონებისთვის ვიბრძოლოთ, ისეთი გუნდი გამოვიდეს. იმიტომ რომ არ იყო სამწუხაროდ როგორც სხვა ადგილებში შესაბამისი გარემო ამ ახალგაზრდების განვითარების რუსთავში, რაც მე რომ მკითხოთ, ფეხბურთის ქვაკუთხედია და ჩვენი ფეხბურთის ყველა დიდი პრობლემა არის. რომ ახალგაზრდა თაობა ჩამოყალიბდეს პროფესიონალად ისე, რომ კონდეს თანამედროვე ფეხბურთის მიმართულებები. ხო, ეგ ეხლა ალბათ იცით ეგ, მაგრამ მაქვს მაგის მისუფლება ხელმძღვანელობისგან, რომ აქ იგეგმება ესეთი მიმართულებები, რომ რუსთაველი ფეხბურთელები, ის ტალანტები, რაც მკითხეთ, რომ ის დაიბადება და 1-2 მე თვითონაც აღმოვაჩინე შემთხვევით, ბიჭებმაც იციან. დავით სახელი და გვარი ჩაწერილი მაქვს, ახლა აღარ მახსოვს, 10 წლის ბავშვი, რომელიც სადვარჯიშობს, ისიც ვიცი და დავინახე შემთხვევით და რომ მივედი ვკითხე, დარჩებიან რუსთავში. აქ გაიზრდებიან, სწორად განვითარდებიან თანამედროვე ევროპული მიმართულებები და აღარ იქნება ეგ გადინება და რაღაც პერიოდის მერე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეგეთი რაღაც რო 6 წელი უმაღლეს ლიგაში აღარ იყო და რაღაც ჩავარდნა იყო, იმიტომ რომ ფეხბურთი ტრადიციული სპორტია, მთელ მსოფლიოში ეგ იმას ანიშნავს, ახალი გუნდის წინააღმდეგია ვინმე, მაგრამ რო გავყევთ, მაინც უნდა იყოს ისეთი კლუბები წარმოჩენილი მინიმუმ, რომელსაც აქვს დიდი ისტორია და სადაც ხალხ ფეხბურთი უყვარს. ახლა 12000 კაცი თუ არ ვწდები ეტეოდა ძველ სტადიონზე და ივსებოდა ხოლმე, ხო? აი იყო გუშინ უსმენდით იმ ბატონ მერაბ ჟორდანიას და 30000 კაცი ლანჩხუთში ივსებოდა. წარმოიდგინე რადონი ხალხ ფეხბურთი როგორ უყვარს, მაგრამ რაღაცემ ეს უკან გაწია, ხო? ჩვენი მიზანი ეგ არის, რომ ჩვენი ბათუმში 2 წლის წინ ადგილი არ იყო ბილეთის, ეხლა ცარიელია სტადიონი. ხო, ეგ კიდე ცალკეთება, მაგაზე საუბარი შეიძლება, მაგაზე ჩემი აზრი მაქვს, მე რა ვიცი, როცა იქნება ანეხლა ან სხვა დროს, გულშემატკივარს გულისხმობ რა, მე ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდე, რომ ხალხი სტადიონზე მივიდეს. ამავდროულად პროექტი. ფეხბურთის სიყვარული, ხო, აი ჩვენ ხომ უცხოური მაგალითები მოვყავთ, იმიტომ რომ კულტურის დონეზეა ფეხბურთი აყვანილი, ხო, ევროპაში. მესამე-4 ლიგის თამაშებზე, მეორე ლიგის, მესამე-4 ლიგის ხალხი სულ 5000 კაცი, 7000 კაცი, ბილეთი შეიძლება არ ღირს, ისე როგორც მიუნხენის ბაიერნის თამაშზე 250 евро, ღირს 7 евро, მაგრამ 5000 კაცი სულ მიდის. ფეხბურთი თუ გიყვარს, არ არის აუცილებელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაშობდე. შენი გუნდია რა. ამიტომ ეგეც რაღაცა სამუშაოა, რომ თვითონ ადგილობრივებმაც აღიქვან, ის გუნდი თავის საკუთრებად დაისაკუთრონ, რომ თავისია. ხო, თავის. ამაზე სამუშაოა, ხო? უნდა დაიფასო შენი თავი ამ პარტნიორობას არ გულისხმობ რაღაც დონეზე, რომ მე ჩემი მირჩევნია სხვას მაგალითად, აი ბარსელონას ფანკლუბში ყოფნას მირჩევნია რუსთავის ფანკლუბში ვიყო და ემისი რა ქვია, ზესტაფონის და ზუგდიდის და ასე შემდეგ. ხო, ფეხბურთი ხო თვითყოფადი რაღაც არის რა, სოციალური მოვლენაა, სპორტი აღარ არის, როგორ არის სპორტი მაგრამ. ხო, და შენ თუ არა გაქვს ეგ მიმართულება, რომ ეს შენი აღთქმა თუ არა გაქვს, გასაგებია რომ ჩვენი კლუბი
მართველი და პატრონი, ესე ვთქვათ, და იმის გარშემო ტრიალობს არის ჩვენი კლუბის ხელმძღვანელი, მფლობელი პრეზიდენტი, ვინც არის, ხო, ჩვენ დაქირავებულები ვართ, მაგრამ არ არის ეს ის, რომ შენ მაღაზია გქონდეს შენი, ან თუნდაც ქარხანა, ან თუნდაც რაღაცა საკუთარი რესტორანი, ფეხბურთი ხალხის არის. იმ მფლობელი, რა თქმა უნდა, ის არის მთავარი, ის რო არ იყოს, არ იქნება არაფერი, მაგრამ გინდა არ გინდა ხალხისთვის არის ის თავის იმასაც იკმაყოფილებს, სურვილებს და სიყვარულით არის, რომ საქართველოში მოგება არ არის ფეხბურთში. ფეხბურთი ვინც არ უნდა იყოს, ყველა კერძო მფლობელს ეხება ეგ. სწორედ მუშაობს, არასწორად მუშაობს, ფულს ვინც ხარჯავს, საქართველოს ხო იცი როგორ მიყვარს. ყველა ვის ჯიბეში იყურება, რომ ის მილიარდელია და იმას ეხა 20 მილიონი, მე ვის შაშენი საქმეა. ის თავისშვილს აკლებს აქ მოახლა, ხალხისთვის კეთდება და ხალხმა მე ვფიქრობ, რომ დააფასოს, იმიტომ რომ იმისთვის არის, სარიელ ტრიბუნაზე არავინ არ ითამაშოს ფეხბურთს გამორიცხული. ამიტომ აი მაგას ვერ ვეთანხმებ, რომ გინდა თუ არა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში უნდა შევიდეთ, რომ ხალხი მოედანზე სტადიონზე მივიდეს. ფეხბურთის სიყვარულმა უნდა მიიყვანოს ხალხი სტადიონზე. ძალიან რთული იყო განსაკუთრებით პირველი წლები, როდესაც გავარდით უმაღლესი ლიგიდან. არ ჩანდა ის პერსპექტივა, ასე ვთქვათ, რის ხარჯზეც გუნდი უნდა დაბრუნებულიყო უმაღლეს ლიგაში. თუმცა თქვი და ბოლო წლებში ყველაფერი კეთდება იმის გამო, რომ რუსთავი ძალიან ისტორიული ქალაქია, უყვარს გულშემატკივარს ფეხბურთი რუსთავში და იმსახურებს რუსთაველი გულშემატკივარი იმას, რომ გუნდი უმაღლეს ლიგაში ყავდეს და არა მარტო ყავდეს, იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის. ზოგადად ქართული ხალხი ვართ ძალიან ამბიციურები და თქვენ თქვით, რომ გუნდი გადავარჩინეთ მესამე ლიგიდანაც გავარდნას. ამისთვის ბედნიერია და მადლიერია დარწმუნებული რუსთაველი კომაგი, თუმცა მე ეჭვება, რომ ამას დაკმაყოფილდნენ და დარწმუნებული უფრო მეც ითხოვენ ახლა. აი თქვენზე კარგად ვერ გვეტყვის მომავალში, მომდევნო და შემდეგ კიდევ უახლოეს წლებში ვის იმედი უნდა ქონდეს რუსთაველ გულშემატკივარს? ზუსტად. აი რა სიახლეებს აუცილებლად სწორი დასვით შეკითხვა. მოგახსენებთ, რომ გულშემატკივარი უფრო და უფრო მეც მოითხოვს. მადლობელია დღეს, რა თქმა უნდა, რომ შარშანაც მადლობელი იყო, რომ მესამე ლიგიდან გადმოვედით მეორე ლიგაში. წელს რო ვერ გადმოსულიყავით, საკმაოდ გულშემატკივარი უკმაყოფილო იქნებოდა, მაგრამ ჩვენ შევძელით და გადმოვედით. რა თქმა უნდა, გულშემატკივარს უნდა რომ ხვალ ჩვენ ვიყოთ საქართველოს ჩემპიონები, დავიკავოთ საპრიზო ადგილები, მივიღოთ ევროტურნირებზე მონაწილეობა, ვითამაშოთ ახალ თანამედროვე მეოთხე კატეგორიის სტადიონზე. გულშემატკივარი რაც უფრო წინ წავალთ, მით უფრო მეტი მოთხოვნა დადგება, ეს ცალსახად გასაგებია, ჩვენც მზად ვართ სამაგისოდ, მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენ პირადად ვართ ძალიან კარგი დავამკვიდრეთ გუნდური მუშაობა რა. ერთპიროვნულად არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენ გამოვიარეთ საკმაოდ ცოტა კრიზისული პერიოდით, მოგახსენეთ, რომ შარშან საკმაოდ პირველი სეზონის მერე როცა დაგეგმილი ჰქონდა, სად უნდა ყოფილიყავით სათურნირო ცხრილში, საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდა, მაგრამ აი ამ ყველაფერმა, ამ გუნდურმა მუშაობამ აჩვენა, რომ ჩვენ ეს კრიზისული მომენტებიც გუნდურმა გადაწყვეტილებებმა სწორედ იმუშავა, გადავლახეთ, ბატონი კილასონია იყო ტრენერი, ვალერი და შევცვალეთ შუა სეზონში მოვიყვანეთ ახალი ტრენერი, დავსახეთ ახალი მიზნები და საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი. აი ესე ვიქნებით ყოველთვის. ჩვენი წლევანდელი 2026 წლის გეგმაც არის, რომ აუცილებლად მინიმუმ 5 ევროში უნდა მოხდეს გუნდი, დასახული მიზანი ის არის. რუსთავი არის გუნდი, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფანბეიზი აქვს გულშემატკივრების. შეიძლება სულ კითხავს, რომელიც ალბათ რუსთავი გულშემატკივარს აქვს. კარგი ეს რომ საშინაო თამაშებს რუსთავში ჩაატარებთ, თუმცა ისინი ელოდებიან სტადიონს, ახსენეთ ინფრასტრუქტურული ცვლილებები, სიახლეები და როდი შეიძლება მე მაქვს ხოშორის მაკეტი ნანახი და ძალიან ლამაზია. აი როდის შევა იმ მწვანე მინდორზე, რაც მაკეტში ვნახეთ გუნდი. სამწუხაროდ ჩვენ წელს რუსთავში ვერ ვითამაშებთ. ხო, არასწორი ინფორმაცია თავდაპირველად ჩვენს ეგ ინფორმაცია გქონდა და სამწუხაროდ ესე მოხდა, რომ რაღაც რეგულაციების გამო, ასე ვთქვათ, არ დაგვთ ეს ნება, რომ გვეთამაშა რუსთავში ტექნიკურ ცენტრში.
და მოგვიწევს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე თამაში. ეს ძალიან დიდი პრობლემაა პირდაპირ ვიტყვი და გამოწვევა ჩვენთვის ფაქტიურად 36 ტურის ჩატარება გვიწევს გასვლას. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთგული გულშემატკივარი, რომელიც ძალიან მართლა დიდი რაოდენობისა. უბრალოდ ეს ადამიანები მართლა იმსახურებენ იმას, რომ თავის ქალაქის გუნდს უგულშემატკივრონ საშინაო არენაზე. არ ვიცი, ორმაგად ართულებს ჩვენს მისიას ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი პირიქით мотивაციად გამოვიყენოთ. ძალიან ბევრი რუსთაველი გულშემატკივარი ალბათ გვიყურებს და იმედი აქვთ და ელოდებენ ახალი სეზონის დაწყებას. სამწუხარო ის, რომ როგორც გავიგეთ, თბილისში მოგვიწევთ საშინაო თამაშების ჩატარება. ამაზეც რო გითხრათ დროებით, ამას რო გითხრათ რამდენად შეიძლება აისახოს ეს გუნდის თამაშებზე და რას უნდა ელოდოს 2026 წელს რუსთაველი გულშემატკივარი თქვენი კლუბისგან. ერთს ვიტყვი, რომ გუნდის თამაშზე ხა არაფერი ეს ველოსიპედს არ ვიგონებ. აისახება, შეიძლება პროცენტულად ახლა ვერ თქვა რამდენი, რა თქმა უნდა, კატასტროფულად არ აისახება, მაგრამ სახში რო თამაშობთ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. შენი გასახდელი, შენი სტადიონი. ჩვენი იმედი ის არის, რომ მაგარი პროექტის უკან გავარდ და როცა იქნება, ის იქნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო. ანუ მომავლის იმედი გვაქვს და ეს მომავლის იმედი ამ მინუსს გამოგვასწორებიათ და რუსთავის გულშემატკივარს იმას ვპირდებით, რაც ნახა პირველ ლიგაში, როგორც თამაშობდით. შედეგები ხა ეგეთი ხო, სათამაშო სტილი არ შეიცვლება. გააჩნია სიტუაცია, შეიძლება სტილი, სტრატეგია არ შეიცვლება, მაგრამ თვითონ ჩვენთვის ხა შედეგია მნიშვნელოვანი და რაღაც სიტუაციებში ეს ჩვენი მექანიზმებით მოვერგებით იმ გარემოს, რაც საჭიროა, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ხა. მაგას ხო არ ვამბობთ, არც იქნება სწორი, რომ ჩემპიონები გავხდებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ესეთი გუნდი, რაც არ უნდა მაქვს ეგ ამბიციები, ყველა მეცი, შენც იცი და ყველამ რომ ნამდვილად არ მინდა რომ ეგეთ გუნდში მუშაობდე, რომ არ გავარდეთ ერქვას. მუშაობდი ეგეთში და ნამდვილად ძალიან კარგი იყო რომ ვიმუშავეთ, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, გაცილებით უფრო მაგარი მწვრთნელი გავხდი მაგ სამუშაოების მერე, ესე ვიტყვი. მაგრამ ჩემი სურვილი არ არის არ გავარდეთ გუნდი ვიყოთ რა და ამიტომ რა თქვა ხელმძღვანელობა ჩვენ როგორც წეგან თქვი ჩვენ ერთად გეგმავთ ყველაფერს და ხუთეულში უნდა მოხვდეთ აუცილებლად და უკეთესი თუ იქნება რამე ვარს არ ვიტყვით თქო ამას ახლა შეპირებას ვერ დავარქვე იმიტომ რომ ტყვილი თქმა არ არის სწორი მithumedas გულშემო ერთმანეთს რაღაცა გავეხომრეთ სხვა არის მაგრამ ეს იქნება ჩვენი მიზანი France. You know, in the home game, so there are so many audience in Lustabi, in the stadium. So I really appreciate to them. So, and in this season also, I hope so many audience is coming there, and they support us, and I want to pray with them. So just support to us. ფანებს ვეტყვი იმას, რომ როგორც აქამდე მოვედით ჩვენი ფეხბურთით შევეცდებით რომ ისევ ის ფეხბურთი ვითამაშოთ სწრაფი, შემტევი. რა თქმა უნდა რთული იქნება, უმაღლეს ლიგაში ძალიან კარგი გუნდები არიან, თუმცა ვფიქრობ რომ ჩვენც კარგი გუნდი ვიქნებით და შევეცდებით რომ ყველა თამაშზე გავახაროთ რუსთაველი გულშემატკივარი. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ვიდეო რუსთავის შესახებ დასრულებულია. იმედია მიიღეთ რუსთაველ გულშემატკივრებო საინტერესო პასუხები თქვენი გუნდის მომავლის შესახებ. იმედია ის სიამოვნით ამ ვიდეოთი და გთხოვთ ვისაც ჩვენი არხი გამოწერილი არ გაქვთ, მოიწონოთ, დააჭიროთ გამოწერის ღილაკს, დააჭიროთ ვიდეოს მოწონების ღილაკს და გამოჩნდით კომენტარებში თუ ხართ ჩვენს არხზე რუსთავის გულშემატკივრები და ნეიტრალურმა გულშემატკივრებად რომ დამიწეროს ეროვნული ლიგის ახალ სეზონში თქვენ ეს რომელ ადგილზე დაასრულოს რუსთავი გათამაშებას. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ყურებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.